ზოგადად იმას მოგახსენებთ ვიკა, რომ პირველ რიგში ესე იგი ასეთი სკანდალური დაკავებების შემდეგ და სულაც არ არის საჭირო ამისანა მასშტაბების დაკავებები ნებისმიერ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში, საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყანაში აუცილებლად იქნებოდა გამოცხადებული ვადამდელი არჩევნები, იმიტომ რომ დაკავებულია პრემიერ-მინისტრი, უშიშროების მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ასე შემდეგ მთელი რიგი. ანუ სულაც არ არის საჭირო ერთი მინისტრის კორუფციული ბრალდება ნორმალურ ქვეყანაში არის საკმარისი იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და ეხლა ჩვენ ვადევნებთ თვალყურს რაღაც მოვლენებს, ხო? ერთის მხრივ ნახევარი გუნდი წავიდა ციხეში და მეორე ნახევარი გუნდი ამბობს, რომ ჩვენ ეხლა ამის ვებრძვით კორუფციას და ასე შემდეგ და ამას არ მოვიცემთ. ესე იგი, გამოდის, რომ ერთად მუშაობის პერიოდში ეს იყო რამოდენიმე წელი, როგორც მინიმუმ, იმიტომ რომ ორჯერ იყო დანიშნული ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრად, მანამდე მინისტრის თანამდებობებით ეკავა შინაგან საქმეთა, თავდაცვის და ასე შემდეგ. ნუ ყველას მიაჩნდა, რომ ის არის ძალიან კარგი მენეჯერი, დიდი ავტორიტეტის მატარებელი ადამიანი, რომელიც დროდადრო, ესე იგი, ატარებს მასტერ-კლასებს ოპოზიციისთვის და ასე შემდეგ. ნუ ეს ცოტა რთული დასაჯერებელი ამბავია. ეს ერთი და მეორე ის, რომ მე ვფიქრობ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მაგალითი უნდა იყოს ძალიან დამაფიქრებელი საერთოდ ქართული ოცნების სხვა წევრებისთვის, იმიტომ რომ ეხლა იცით ეს ზოგადად ეს რა პრობლემასთან აგვაქვს საქმე. ანუ იმასთან, რომ ქართული ოცნება არის ძალიან დახურული პოლიტიკური უჯრედი, ანუ სისტემა. ხო, ჩვენ არ გვესმის იქ როგორ არის რა მსჯელობა აქვს თუ არა ხალხს შიგნით პარტიაში შესაძლებლობა რომ გამოთქვან საკუთარი აზრი, განამტკიცონის შესაბამისი არგუმენტებით, როგორ მიიღება გადაწყვეტილება და ასე შემდეგ. ანუ ის, რაზეც ქადაგებს ქართული ოცნება, რომ აი გამჭირვალობა საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ამის დასაბუთებით, ესე იგი, მიიღეს ეს ინოაგენტების კანონი და ასე შემდეგ დანარჩენები, თვითონ ამას არ იძლევიან, ესე იგი, ამ მაგალითს და აქედან გამომდინარე შეიძლება აბსოლუტურად ნებისმიერი გადაწყვეტილება ვიხილოთ ჩვენ ნებისმიერი ფუნქციონერის მიმართ. იქნება ეს ყოფილი თუ დღეს მოქმედი პრემიერ-მინისტრი და ნებისმიერი დანარჩენი სხვა ფიგურა და მე ვფიქრობ ეს სერიოზული დაფიქრების საგანი უნდა იყოს ქართულ ოცნებაში დღეს. ფიქრობთ, რომ ეს იმ ტიპის, ასე ვთქვათ, სკანდალი არის, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სერიოზული ქართულ ოცნებას, თუ კი ამას ექნება ლოგიკური გაგრძელება. პრინციპში ღარიბაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მას ახალ საქმეს, რომელიც მას არ უკავშირდება, ახალ საქმის აღიარებას სთხოვდნენ. აქ ახლა კითხვის ნიშნებია, საერთოდ რა საქმე იყო ეს ასევე. ხო, ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ზიანი და საკმაოდ სერიოზული უკვე მიადგა ქართულ ოცნებას. ნუ შეუძლებელია, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები არ იყვნენ, ასე ვთქვათ, იმედგაცრუებულები, იმ ვითარებით, რომელიც, ასე ვთქვათ, არის ამ პარტიაში, იმიტომ რომ ნუ ყველაფერს თავი რო დავანებოთ, ხომ? ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ყავდა თავისი, ანუ სერიოზული მხარდამჭერების ჯგუფი, მათ შორის ბიზნეს წრეებში და ეხლა მე ვფიქრობ, აი ნებისმიერ ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, თაყვანისმცემელს რომ შეეკითხოთ და ვთქვათ, შესთავაზოთ შედარება ორი პრემიერ-მინისტრის, ხომ, ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის. მე ვფიქრობ, რომ ბევრი თაყვანისმცემელი გამოუჩნდება ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, იმიტომ რომ ნუ მას ქონდა ეს რაღაც ადამიანური რაღაც თვისებები, კომუნიკაციის უნარები და ასე შემდეგ, ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნების წიაღში, ამიტომ როგორც მინიმუმ, ესე იგი ამ სკანდალურმა მოვლენებმა გამოიწვია გახლეჩა ქართული ოცნების ელექტორატის და მე ვფიქრობ, ამიტაც უნდა ისარგებლოს ოპოზიციურმა პარტიებმა, რათა ქართული ოცნების პოლიტიკით იმედგაცრუებელ ამომრჩეველს შესთავაზოს ალტერნატივა, რაც მისცემს მათ საშუალებას, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობებში მისცენ ხმა ახალ პოლიტიკურ ძალას.
კი ბატონო და აუცილებლად უნდა გკითხოთ რა თქმა უნდა თქვენი მოსაზრება ძალიან საინტერესოა ჩემთვის აი საწვავის გადატანასთან დაკავშირებით, რომელიც როგორც ჰუმანიტარული აქტი ისე აუხსნეს საკუთარ ამომრჩევლებს ქართული ოცნების წევრებმა. ეს პარალელურად ხდება გეორგიევსკის ტრაქტატის გაცოცხლებასთან და ინტერპრეტირებასთან ერთად და საერთო ჯამში რა სურათს იძლევა ეს და რატომ ვისმენთ ამ დროში აქ და ახლა ბრიფინგს გეორგიევსკის ტრაქტატზე, რაც უცნაურია და რისი სამზადისია ეს თქვენთვის? დიახ. ნუ მე ერთი რჩევა უნდა მივცე ქართულ ოცნებას თუ მაგალითად მოინდომებენ მომავალში რაღაც ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ბენზინის კრიზისიდან გამომდინარე ჩვენი აფხაზეთში მცხოვრები დროებით ოკუპირებული დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენ თანამემამულეებს შემიძლია ძალიან მარტივი სქემა შევთავაზო. დაახლოებით ჩემი გათვლებით, რომელიც მე ვფიქრობ არის სამართლიანი, ერთი თვე რო იმუშაონ, ასე ვთქვათ, სასწრაფო დახმარების მანქანება აფხაზეთში, სრულიად საკმარისია ამისთვის 30 ტონა საწვავ. აი თუ მოინდომებენ მომავალში, ასე ვთქვათ, ჰუმანიტარული აქციის ორგანიზებას, უსასყიდლოდ შესაბამისი კონტროლის მექანიზმებით 30 ტონა საწვავი გადასცენ აფხაზეთში იმ ასე ვთქვათ უწყებას, რომელიც უზრუნველყოფს მის გამოყენებას ანუ ამ სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის. ეს იქნება ჰუმანიტარული აქცია, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს. ნუ მთავარი რაზეც უნდა დავეყნოთ, ჩვენ ეს არის საერთოდ აფხაზური საზოგადოების რეაქცია ამაზე და ორი ნაწილი ესე ვთქვათ ამ რეაქციის არის პირველი ის რომ არავითარ მადლიერებას ქართველები არ იმსახურებენ, ჩვენ წავართვით ერთი მეორე ტერიტორია დავამარცხეთ ომში, წაგართმევთ ბენზინსაც, ვალდებულები ხართ რო ეს გააკეთოთ, ნუ დაახლოებით ესეთი და მეორე შედარებით ნორმალური და ზომიერ ის რომ ბოდიში, მაგრამ ჩვენ თვალითაც არ გვინახავს ეს საწვავი, ხო? ეს ორივე მეტყველებს იმაზე, რომ ის 680 ტონა, რაზეც მიუთითა ბატონმა ირაკლი კობახიძემ, სადღაც ენგურის ხიდის გადაკვეთის შემდგომ სადღაც აორთქლდა. გაქვთ ეჭვისაც შეიძლებოდა აორთქლებულიყო, იმიტომ რომ აქ სპეკულაციები მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იმდენად მწირი რაოდენობა არის, რომ მაგალითად რუსეთის მხარეს ეს ვერ წავიდოდა, ვერ წაეშველებოდა, ასე ვთქვათ, რაღაც ტიპის სამხედრო ოპერაციებში. კი ბატონო. ეს არ არის ახლა რაღაც ფანტასტიკური რაოდენობა, მაგრამ 680 ტონა სრულიად საკმარისია საიმისოდ, რომ ვთქვათ ორმა კატარღამ, რომელიც არის დაბანაკებული, თქვათ, ოჩამჩირის საზღვაო ბაზაზე, ნუ კონდეს საშუალება, რომ ერთი თვის განმავლობაში მაინც რაღაცნაირად თავი გაიტანოს. ან რა მნიშვნელობა აქვს ამას, ეს ცოტაა თუ ბევრია. ფაქტია, რომ ესე იგი ამ ენგურის ხიდის გადაკვეთის შემდგომ მხოლოდ ორი თეორიული შესაძლებლობაა, სადაც შეიძლება გამქრალიყო ეს საწვავი. ან რუსეთის სამხედრო ბაზებზე შევიდა, ან გადაკვეთას შემდგომ, ესე იგი, საქართველო-რუსეთის, აფხაზეთის მონაკვეთის საერთაშორისო აღიარებული საზღვარი და შევიდა საკუთრივ რუსეთის ტერიტორიაზე და იქ ხელი შეუწყო იმ მწვავე კრიზისის დაძლევას, რომელიც მძვინვარებს იმაში, რა ქვია, სოჩში და ნუ სხვანაირი ახსნა არ არსებობს და ნებისმიერ შემთხვევაში მე ვფიქრობ, ეს არის, ნუ როგორც მინიმუმ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომელიც უნდა იყოს შესაბამისად შეფასებული და გამოძიებული პირველ რიგში. მაგრამ თავარი მე ვფიქრობ არის ის, რომ აი ამ რეაქციის შედეგად და დიდი მადლობა თქვენს და საერთოდ მასმედიას თავისუფალ ჟურნალისტებს ტელემუშაკებს და ასე შემდეგ, რომ ასეთი მწვავე რეაქცია, ასე ვთქვათ, იქნა მიტანილი საზოგადოებაში და ამის შედეგად, როგორც ჩანს, შეწყვეტილია ამ საწვავის მიწოდება, რაც თავისთავად არის ძალიან დადებითი ფაქტი და ორიოდე სიტყვით ახლა გეორგიევსკის ტრაქტატზე მოგახსენეთ, ხომ? ნუ
ჯერ ერთი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაიყენა საკუთარი თავი ბატონმა ირაკლი კობახიძემ, იმიტომ რომ ყველაფერს თავი რო დავანებოთ, დაპირისპირება ილია ჭავჭავაძესთან და ივანე ჯავახიშვილთან ძალიან რთული გამოწვევაა. და ვფიქრობ, რომ მას ეს სულაც არ სიამოვნებდა. აი ერთ დეტალზე მინდა მივაქციოთ თქვენი ყურადღება. საერთოდ ბატონ ირაკლის ხომ არ უჭირს აუდიტორიასთან ურთიერთობა რაღაც ჩანაწერების და ტექსტების გარეშე, ხომ? თუ დააკვირდით, აი მთელი ის მონაკვეთი, რაც წაიკი, მან ძალიან ყურადღებით წაიკი, პრაქტიკულად ტექსტს არ ვერ წყდებოდა. რატომ მოხდა ეს, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ თვითონ მასაც არ ჯერავს იმისი, რის თქმაც აიძულეს. რატომ აიძულეს? რისთვის აიძულეს და რაღაც ეს სხვა კითხვები ამაზე შეიძლება ჩვენ იმედია გვექნება კი შესაძლებლობა ჩვენი აზრი ჩამოვაყალიბოთ, მაგრამ ის რომ ანუ ეს გამოსვლა, ისევე როგორც გამოსვლა 8 აგვისტოს ომთან დაკავშირებით იმსახურებს გამანადგურებელ კრიტიკას ბატონ ირაკლის მიმართ, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, მაგრამ აქაც მინდა ხაზი გაუსვა ერთ დადებით გზავნილს, რომელიც მან გააჟღერა. იმიტომ რომ მიუხედავად ამ ასე სრული ფანტასმაგორიისა და მისტიფიკაციების, ერთი რამე თქვა ძალიან კარგად, რომ ძალიან გასაგებად ჩამოაყალიბა, რომ ვიდრე რუსეთი არ გაიწვევს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ცნობას დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, წარმოუდგენელია და გამორიცხულია ნებისმიერი სახით რაღაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე რუსეთის ფედერაციასთან. მე ამას მივესალმები და მინდა უსურვო მას, რომ ამ კონტექსტში იყოს თანმიმდევრი. გასაგებია, მადლობა, სამწუხაროდ არ გვაქვს დრო თქვენთან საუბრის, იმედია კიდევ მექნება შესაძლებლობა. ბატონ ვალერი, უნდა დაგემშვიდობოთ, ვალერი ჩეჩელაშვილი.